მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მოსახლეობა შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგებას ითხოვს. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და ადგილობრივებს გავესაუბრეთ. გთავაზობთ სიუჟეტს. ეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი თისელია. დასახლება ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა განლაგებული და საქსტატის მონაცემებით აქ 150-მდე მოსახლე ცხოვრობს. თისელი ულამაზესი ბუნებით და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა, თუმცა ამ სიუჟეტში იმ პრობლემებზე უნდა მოგიყვეთ, რომლებიც ამ ლამაზი პეიზაჟების მიღმა იმალება. თუ კი შეგვირემონტებენ ეს ასფალტირებული გზები, თავისუფლად მივიდეს მოდის ავტობუსი, შეიძლება ავტობუსიც მოიყვანო მერე. ეხლა ცუდი გზები როა, ვერ მოვქავს. ყოველთვის იმის დროს გამონისხომეს ზოგჯერ აქ კანალიც კი არის ბეტონზე გაკეთებული. შეიძლება რა ჩავიდეს ზოგჯერ ზაზაგზა წამოვიდეს წაშალოსოზე. სოფლის სასაფლაომდე მისასვლელად ეს გზა უნდა გაიაროთ. გზა სხვა შიდა გზების მსგავსად დაზიანებულია, რომლის მოწესრიგებასაც ადგილობრივები წლებია უშედეგოდ ითხოვენ. აქ მცხოვრები 67 წლის ავთანდილ თაბუნიძე ამბობს, რომ წვიმიან ამინდში გზა ტალახდება და გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება. მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ ცენტრალური გზის დაგებისას ადგილობრივებს შიდა გზების მოწესრიგებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ეს დაპირება დღემდე არ შესრულებულა. მოსახლეობა სანიაღვრე არხებზე დამცავი ცხაურების მოწყობასაც ითხოვს. 2 თუ 3 წლის გარემოდეს სოფლის გზა, ცენტრალური გზა. მაშინ კაი სახელები ხონდა, მე უკვე წავიდე, კაი სათხავა აკეთებ, არ აკეთებ დღესაც. 2 წელიწადია აკეთებ კიდე მათ მე შეხთაშენე. თისლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზები წელს შევისწავლეთ ჩვენ. საღდგომოთ მით უმეტეს, იმიტომ რომ უფრო მაგ დროს უნდა მოსახლეობას მისასვლელი გზა სასაფლაომდე და იყო სრულ წესრიგში, არანაირი შეფერხება გადაადგილებაზე მოსახლეობას არ ქონია. რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას თისელში შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით? ვკითხეთ მერს ვარლამ ციკლაურს. როგორც მან გითხრა, წელს გზის მოწესრიგება არ იგეგმება. ჩვენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარეგანათება აირჩია წელს მოსახლეობამ პრიორიტეტად. ეს მათი გადაწყვეტილება იყო, მათ რომ აერჩიათ გზა, გაკეთდებოდა გზა. თუმცა შემდეგ წლებში აუცილებლად დაგეგმილი გვაქვს, რომ უნდა გაკეთდეს. წელს არ არის თისელში გზა დაგეგმილი. შიდა გზების რეაბილიტაცია ვერც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტთა პრიორიტეტებში მოექცა. ვარლამ ციკლაურის თქმით, წელს თისელის მოსახლეობამ გარეგანათების მოწყობა ითხოვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონზე მეტია გათვალისწინებული. სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ქვეყნის 105 წევრიან ეროვნულ კრებაში 4 პოლიტიკური ძალა შევა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება 59.91%, მილიარდელი პრორუსი სამվել კარაპეტიანის ბლოკი ძლიერი სომხეთი 23.29%, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი სომხეთი 9.94%, აყვავებული სომხეთი 4%. პარლამენტში უბრალო უმრავლესობისთვის 53, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 70 დეპუტატია საჭირო. წინასწარი შედეგების მიხედვით ფაშინიანს პარლამენტში 61 მანდატი ექნება. 7 ივნისის არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა. ამორჩეულთა აქტივობამ 58.97% შეადგინა. საქართველოში პესტიციდების გამოყენება რეკორდულ მნიშვნელობზეა, ხოლო მისი კონტროლის მექანიზმი ჯერ კიდევ კითხვებს აჩენს. გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი მედია აგროგარემო TV-ს რეპორტაჟს. საქართველოს მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების ფასების და ხელმისაწვდომობის შესწავლას იწყებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ღირებულება პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების ხარჯებზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე, რაც ნამდვილად ასეა, თუმცა საკითხი მხოლოდ ფასებს არ ეხება. არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც წლების განმავლობაში გარემოს დამცველები და აგროექსპერტები სვამენ, გახლავთ ის, თუ რამდენად კონტროლდება პესტიციდების
პესტიციდების გამოყენება ქვეყანაში და რა გავლენას ახდენს ეს გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მით უფრო რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში იზრდება როგორც პესტიციდების, ისე მინერალური სასუქების გამოყენება, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მათი მოხმარების კონტროლის საკითხს. საქსტატის მონაცემებით 2024 წელს საქართველოში გამოყენებული მინერალური სასუქების რაოდენობა 4.6%-ით გაიზარდა და 52.300 ტონას მიაღწია, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 50.000 ტონა იყო. საპირისპიროდ 8.8%-ით შემცირდა ორგანული სასუქების გამოყენება. 2024 წელს სოფლის მეურნეობაში 176.000 ტონა ორგანული სასუქი გამოიყენეს, რაც 2023 წლის 193.000 ტონასთან შედარებით ნაკლები გახლავთ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პარალელურად იზრდება პესტიციდების გამოყენებაც. საქსტატის მონაცემებით 2024 წელს საქართველოში გამოყენებულმა პესტიციდებმა 3.107 ტონას მიაღწია, რაც 2006 წლიდან არსებული სტატისტიკის მიხედვით რეკორდული მაჩვენებელია. ამავდროულად მრავალწლოვან ნარგავებში პესტიციდებით დამუშავებული ფართობი 78.100 ჰექტარს შეადგენდა, რაც წლიან ჭრელში 7.4%-ით მეტი გახლავთ. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში დაფიქსირდა 37.000 ჰექტრამდე, შემდეგ მოდის შიდა ქართლი 13.500 ჰექტრით. ერთწლოვან კულტურებში პესტიციდებით დამუშავებული ფართობი 42.700 ჰექტარი იყო, აქაც ლიდერი კახეთი გახლავთ 18.300 ჰექტრით, ხოლო მეორე ადგილზე სამცხე-ჯავახეთია 8.100 ჰექტრით. მონაცემები აჩვენებს, რომ პესტიციდების და აგროქიმიკატების გამოყენება ყველაზე ინტენსიურია იმ რეგიონებში, სადაც მევენახეობა, მეხილეობა და კომერციული სოფლის მეურნეობა გახლავთ განვითარებული. შესაბამისად, ამ ბაზარზე მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება პირდაპირ აისახება აგროსექტორის ეკონომიკაზე. თუმცა სპეციალისტები წლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მთავარი გამოწვევა არა პესტიციდების გამოყენების ზრდა, არამედ მათი გამოყენების ეფექტიანი კონტროლის ნაკლებობა არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მუშაობს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ და განსაზღვრულია მათი შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის და გამოყენების წესები, პრაქტიკაში განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეურნეობებში მონიტორინგი შეზღუდულია, ფაქტობრივად შეუძლებელიც კი ასე. დარგის ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოსთვის თითქმის შეუძლებელია ათასობით ფერმერული მეურნეობის დონეზე გააკონტროლოს, რა დოზით გამოიყენება კონკრეტული პრეპარატი, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და სრულდება თუ არა მოსავლის აღებამდე აუცილებელი ლოდინის ვადების დაცვა. დაყოვნების ვადებზეა საუბარი. შედეგად ხშირია შემთხვევები, როდესაც პესტიციდები რეკომენდებულზე მეტი დოზით ან არასწორი სიხშირით არის ხოლმე გამოყენებული. პრობლემად რჩება პესტიციდების შენახვის და ნარჩენების მართვის საკითხიც. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინფორმაციით გამოყენებული ტარის, ანუ იმ ჭურჭლის ნაწილი, სადაც განზავება ხდება ხოლმე ამ წამლის, კვლავ არასწორად იყრება, იწვება ან ხვდება ღია გარემოში, რაც ნიადაგის და წყლის დაბინძურების საფრთხეს ზრდის. განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევები, როდესაც ქიმიური საშუალებების ნარჩენები სარწყავ არხებსა და მდინარეებში ხდება. პესტიციდების უკონტროლო გამოყენება ხშირად ეკოლოგიური პრობლემა აღარ არის. ჯანდაცვის სპეციალისტები მაგალითად მიუთითებენ, რომ ქიმიური ნივთიერებებთან ხანგრძლივი და დაუცველი კონტაქტი ზრდის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკს. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი თავად ფერმერები არიან ამ მხრივ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებიც, რომლებიც ამ ნივთიერებებთან ყოველდღიურ შემხებლობაში იმყოფებიან. მნიშვნელოვანი რისკია ბიომრავალფეროვნების დაზიანებაც. მეცნიერები და გარემოსდამცველები წლებია საუბრობენ ფუტკრებისა და სხვა დამამტვერიანებელი მწერების შემცირების საფრთხეზე, რასაც ხშირ შემთხვევაში სწორედ პესტიციდების არასწორ და ზედოზირებულ გამოყენებას უკავშირებენ. ეს პრობლემაა საბოლოოდ თავად სოფლის მეურნეობას აზარალებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ დამტვერვა მრავალი კულტურის მოსავლიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კიდევ ერთი გამოწვევაა მავნებლების რეზისტენტობის ზრდა. როდესაც ერთი და იმავე ქიმიური პრეპარატი ხანგრძლივად და უკონტროლოდ გამოიყენება ხოლმე, მავნებლები მასთან ადაპტირდებიან და შედეგად ფერმერს უფრო ძლიერი და ძვირადღირებული პრეპარატების გამოყენება უწევს, რაც დამატებით ზრდის წარმოების ხარჯებს მათთვის. ამ ფონზე მთავრობის ინიციატივა პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების ფასების შესწავლის შესახებ მხოლოდ პრობლემის ერთი ნაწილი გახლავთ და დარგის წარმომადგენლებისა და ექსპერტების შეფასებით ფასებთან ერთად აუცილებელია კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაც, ფერმერთა ცნობიერების ამაღლებაც, ლაბორატორიული მონიტორინგის გაფართოება და პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების პრაქტიკის დანერგვა დამკვიდრება ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა გაიზარდოს არა მხოლოდ ფერმერთა ხარჯები,
არამედ ეკოლოგიური და ჯანმრთელობის რისკებით, რომელთა გავლენა სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე წლების განმავლობაში იგრძნობა და თუ ასე გაგრძელდა, გამოუსწორებელი ზიანიც შეიძლება მივიღოთ. ახლა საინტერესოა, როგორია პესტიციდების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირში პესტიციდების გამოყენება მკაცრად კონტროლდება და ფერმერები ვალდებულნი არიან ხოლმე დეტალურად აღრიცხონ თითოეული შეწამლა. მათ შორის გამოყენებული პრეპარატის დასახელება, დოზა, თარიღი და დამუშავებული ფართობი. კონტროლი ეფუძნება ინტეგრირებულ მავნებელთა მართვის პრინციპს, ეს არის IPM, რომლის მიხედვითაც ქიმიური საშუალებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, ხოლო უპირატესობა პრევენციულ და ბიოლოგიურ მეთოდებს ენიჭება. პარალელურად სახელმწიფო უწყებები რეგულარულად ამოწმებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიადაგს და წყლის რესურსებს პესტიციდების ნარჩენების გამოსავლენად. ევროკავშირში პესტიციდების საშუალო მოხმარება დაახლოებით 2,2 კილოგრამ აქტიურ ნივთიერებას შეადგენს 1 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, თუმცა ქვეყნის მიხედვით მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ხოლმე. მაგალითად, ნიდერლანდებში დაახლოებით 6 კილოგრამს აღწევს ჰექტარზე, ბელგიასა და იტალიაში 4-5 კილოგრამს ჰექტარზე, გერმანიასა და ესპანეთში დაახლოებით 3 კილოგრამია ჰექტარზე, ხოლო შვედეთსა და ირლანდიაში 1 კილოგრამი მოდის ჰექტარზე. დარგის ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მთავარი განსხვავება არა პესტიციდების მოხმარების მოცულობაშია მხოლოდ, არამედ კონტროლის სისტემაში. ევროკავშირში თითოეული გამოყენება აღირიცხება და შემოწმებას ექვემდებარება, მაშინ როცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვის და მონიტორინგის სისტემა, რის გამოც რთულია ხოლმე ზუსტად დადგინდეს, რა დოზებით გამოიყენება პესტიციდები, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და როგორ იმართება მათი ნარჩენები. შედეგად, სპეციალისტების შეფასებით, საქართველოსთვის ევროპული გამოცდილების მთავარი ღირებულება არა ქიმიური საშუალებების შემცირება, არამედ მათი გამოყენების გამჭვირვალე აღრიცხვა უფროა ეფექტური მონიტორინგისა და ფერმერთა ცოდნის ამაღლების კვალდაკვალ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ რომ გვიყურებთ. დროებით.